ძველ ქართულ ძველ სომხური დოკუმენტური ლექსიკონი 50 წლიანი მუშაობის შემდეგ გამოცემულია. პრეზენტაცია დღეს თბილისის საკრებულოს გალერეაში მოეწყო, გაემართა ეროვნული ცენტრის დამაარსებლის ილია აბულაძის საარქივო მასალის გამოფენაც. ლექსიკონზე მუშაობა მეცნიერმა ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო და წლების შემდეგ ის მისმა მოწაფეებმა დაასრულეს. ძველ ქართულ ძველ სომხური ლექსიკონი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს მიერ გამოიცა. არის ისეთი განმარტებები, რომელიც არის უნიკალური და თავისთავად ეს წიგნი უკვე წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან საკვლევ და სამეცნიერო დოკუმენტაციას. ძალიან კარგია და მიხარია, რომ ჩვენ შევძელით, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში ჩვენი წვლილი შეგვეტანოს. ეს არის ძველი ქართული ენის ყველაზე უფრო სრული და საუკეთესო ლექსიკონი, რაც კი დღემდე გაკეთებულა და გამოცემულა. მეორე, ეს არის შედარებითი ლექსიკონი ძველ ქართულსა და ძველ სომხურს შორის, რაც დიდ დახმარებას გაუწევს ფილოლოგებს. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს არის ერთგვარი დიდი ღვაწლის დაფასება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამაარსებლის ილია აბულაძის ცხოვრებისა და შემოქმედების. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ერთ-ერთი ეს ორ ხალხს შორის მეგობრობისათვის არის ძალიან საყურადღებო პრეზენტაცია ერთი მხრივ და მეორე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული და სომხური ქრისტიანული კულტურები არის მოქცეული იმ არეალში, რომელიც ბიზანტიის ასეთაც სამეფო იყო.